ბუტერბროდები ღუმელში. რა გჭირდება ჩვენ? პური, შეიძლება ტოსტი, შეიძლება ჩვეულებრივი, არ აქვს მნიშვნელობა. 3 კვერცხი და ხეხილი ყველი. 100 გრამი. ცოტა რა. ცოტა მეტი, თვალი და ცოტა ძეხვი. ნუ ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა ძეხვი. კეჩუპი, მარილი, წვანას მოვაყრით ზემოდან და ჯამი. პომიდორი? დევს რა, პომიდორია. პომიდორია. დავჭრათ ძეხვი. ზეიკიძის. ხო, ეს აბსოლუტ ზეიკიძის ძეხვი არა მაქვს, თორემ გავიხსენებდი ბავშვობას. ზუკოს პირდაპირ რო პირში იყრიდი და იუპი ინვაით პლუსი. აი. და ეხა მაშინებენ ბუმი რაღაცას გიძოს. კორონას აკეთებდა. სკლინტიანი მაგზე. ხო. კორონათი რო გვაშინებდნენ, აქეთ ვაშინებდით კორონას, ისეთები გვაქვს ნაჭამი და ნასვამი. აბა კიდე ერთად გავიხსენოთ, კიდე რა იყო სასწაული 90-იანების. ზუკო და იუპი იმდენად. ამ ხელა პატარა პარკში რო ხსნიდი 2 ლიტრიან რაღაც. 2 ლიტრიანში გეგო 3-ვეს ხსნიდი ერთ ჩიფაში და ისე ვთქვი. 3-ვეს არა, 3 პარკს ხსნიდი, შენ ხო გიცნობ? ახლანდელ ბავშვობასთან შედარებით ჩვენ გვაქვს გასახსენებელი რაღაცეები. კარგი ბავშვობა გქონდა. დრო გქონდა მეტი, იმიტომ რომ ტელეფონები და ხო, აი ახლა რო კითხვა, აი ახლანდელი თაობა რო წამოიზრდება და ერთ 30 წელიწადში, თუნდაც ან 40 წელიწადში რო კითხვა, აბა რა გახსოვთ ბავშვობიდან, რავი, TikTok-ი? რა მაგათ რა უნდა გაახსენოთ ეს? კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ რა გახსენდებათ. აი ყველაზე ისე სახალისო ბავშვობიდან. არის მე ძალიან კარგად მახსენდება. რაღაცა ძალიან თბილად მახსენდება ბავშვობა მაყოლობის მიუხედავად. ნუ თუნდაც იმიტომ რომ გადავრჩით. ჯოკერის თამაში, საღამოობით უშუქობაზე. და დედას რო ვაგებინებდით სულ. ხო, თორე სადილი არ გვექნებოდა. ეხლა ვთქვიფოთ კვერცხი. ტიმ, 3 კვერცხი გვაქვს აქ. ავთქვიფოთ რა, მოვრიოთ. ყველი. ცოტა მარილი და სულ ცოტა შავი პილპილი. ეხლა ყველაფერი კარგად აურიოთ. ავიღოთ პური. ავიღოთ კეჩუპი. კეჩუპი. გადმოვდოთ ჩვენი შიგთავში ბუტერბროდებზე. 15 წუთით 200 გრადუსზე. სპეციალური მომზადების გარეშე ეს ხერხი არ გაიმეოროთ. მადლობა ნე. ატარებს. რას? სიცივეს. ნახე. ვაუ. შეიძლება ზარმაცი პიცის ვარიანტშიც გავიდეს მშვენივრად.